სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის 24 საათის განმავლობაში ღია არათამათ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელთან გამომშვიდობება შეძლონ. პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. სამების ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით არის სავსე არა მარტო დღის მანძილზე, არამედ ასე იყო ღამის განმავლობაშიც. ასობით მოქალაქეს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რიგებში მოუწია ღამის გათენება. პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი იოანე, რომლის თვითმფრინავის თბილისში 11 საათისთვის დაეშვება. ბართლომეოს მეორე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს. ილია მეორის 22 მარტს კვირას სიონის ტაძარში საკურთხეველთან მარცხენა მხარეს დაკრძალავენ. კვირის მსახურება დილით დაიწყება 9 საათზე. მეუფეშიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12 საათიდან იქ დახვდებიან. 12 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ისაუგებს ეს მღვდელმთავრებთან ერთად. პატრიარქი 50 წლის განმავლობაში თითქმის მართავდა ჩვენს ეკლესიას, იყო ეკლესიის საჭეთმპყრობელი და იყო ნამდვილი მამა, მოსიყვარულე მამა თავისი შვილებისა, რომლის ძალიან ბევრი სიყვარულის მაგალითი ვიცით, სიკეთის მაგალითი და ვიცით აი მტრის სიყვარულის მაგალითიც უწმინდესისაგან ძალიან ბევრი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მტრობდა, მის სიყვარულს მოუბრუნებია და მისთვის პატიებაც უთხოვია. სრულიად საქართველოს უსამძიმრებ აი ამ ძიმე დღეებს, აი ამ დიდ განსაცდელს, რაც საქართველოს თავზე ტრიალებს დღეს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც უდიდესი სიყვარული დათესა. დათესა სიყვარული, რომელსაც აი ხედავთ, ნაკობს მთელი ერი, მთელი ქვეყანა ფეხზე დგას, მოდის, პატივს მიაგებენ, ლოცულობს, გლოვობს მთელი ერი. და არა მარტო ჩვენი ერი, მინდა გითხრათ, მთელი საქრისტიანო განიცდის ამ ყველაფერს და მთელი საქრისტიანოს ყურადღება საქართველოსკენაა მოპყრობილი დღეს. და ეს არის პატრიარქის დამსახურება, მისი თავდადებული, მისი ქრისტესმიერი სიყვარულის, თავმდაბლობის, უბრალოების, თავგანწირვის ფასი არის ეს ყველაფერი. მთელი ქვეყნის, მთელი ერის, საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის და არა მარტო მთელი მსოფლიოს ძალიან დიდი დანაკარგი და ძალიან დიდი ტკივილი არის უწმინდესი საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის გარდაცვალება. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის სიცოცხლეშივე ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარიყო მისი დაკრძალვა გარდაცვალების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ერთი ამბით, რომ მისმა უწმინდესობამ თავისი მოღვაწეობა, როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სწორედ სიონის უძველესი საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო და მას უწოდა მზიანი ღამე. შეირჩა სასურველი ადგილი, საპატიო ადგილი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე საკურთხევლის შესასვლელთან ამბიონზე, სადაც არის დაბრძანებული ქართველი ერის სათაყვანო სიწმინდე წმინდა ნინოს ჯვარი და ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მისი უწმინდესობის დავალებით სწორედ 10 თონიდან 1988 წელს იქნა ჩამობრძანებული ასლი პორტაიტის ღვთისმშობლისა და სწორედ აი ამ დედა ღვთისმშობლის ხატთან და წმინდა ნინოს ჯვართან და კიდევ როდესაც იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრიდან ფრესკა იქნა აღებული, ფრესკის გარკვეული ფრაგმენტი და ჩამობრძანებული არის ელია თესბიტელის ხატი, სწორედ აი ამ ხატების გარშემო და აი ამ უდიდესი სიწმინდეების გარშემო იკრძალება საქართველოსთვის ძალიან უძვირფასესი პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე. საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში 21 და 22 მარტს სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში კი ილია მეორის დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს. ტაძარში საფლავის გაჭრა დილიდან დაიწყეს. პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში მარცხნივ საკურთხეველთან არის შერჩეული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორის, როგორც სინოდზე განაცხადეს, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. მოგეხსენებათ ამ წლის 17 მარტს ღვთისგანისვენმა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე. მოგეხსენებათ მისი
მამამთავრობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობა იწყება მე-20 საუკუნის თითქმის დასასრულს და 21 საუკუნის დასაწყისს. ეს არის 59 წლიანი მამამთავრობა და პატრიარქობა საქართველოს ისტორიულ-სამოციქულო ეკლესიის კათედრაზე. მოგეხსენებათ თითოეულმა ქართველმა და თანამოღვაწემ იცის თუ რა პერიოდში შეუდგა კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს ეკლესიის აღორძინებას და ეს პერიოდი ძალიან სირთულეებით იყო აღსავსე, მაგრამ დიდება უფალს მისი ლოცვითა და შრომით, დიდი სულიერებით დღეს მათ თითოეულ ჩვენთაგანს დაგვიტოვა აღორძინებული ეკლესია. ამ აღორძინებული ეკლესიაში იგულისხმება ის, რომ გამრავლდა ეკლესია მონასტრები, გამრავლდა სასულიერო დასი, თითქმის ყველა სასულიერო პირი, როგორც სინოდის წევრი, ასევე ყოველი საუნდელო თუ დიაკონი, მისი კურთხევით და მისი ლოცვა კურთხევით არის აკურთხი და დადგენილი დიდ მსახურებაზე, რაც არის სასულიერო პირობა. მან აღაშენა და განამშვენა სასულიერო სემინარიები და უამრავი სტუდენტი, ასე რომ ვთქვათ, აღზარდა სულიერათა და უამრავ ადამიანს სასულიერო სემინარი აკადემიებში მიეცა საშუალება მიეღოთ თეოლოგიური განათლება. მოგეხსენებათ, მოხდა სინოდის ხტომა, სადაც შედგენილი იქნა დამძალავი კომისია, რომელი კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი ეპარქიის მთავარი ბრძანდება, მისი უწმინდესობის ცხედარი გადაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში, საიდანაც 22 მარტს მოხდება გამოსვენება და დაკრძალვა სიონის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტაძარში. რა უნდა უთხრათ ამ დროს მრევლს? მრევლს ვეტყვიერთ რამეს, რომ პატრიარქის დარიგება, პატრიარქის რჩევა, ლოცვა კურთხევა უნდა აღვასრულოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ის რასაც ქადაგებდა ის, რასაც გვარიგებდა მის სულიერ შვილებს სამწყსოს, ეს ყოველივე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღვასრულოთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა, როდესაც ამ ყოველივეს აღვასრულებთ, პატივს მივაგებთ მის ხსოვნასაც და მის სულსაც ამით დიდ ნუგეშს მივანიჭებთ თითოეული ჩვენგან. მოგეხსენებათ, ძალიან დიდია ინტერესი და ყველა მორწმუნე საზოგადოებას სურს, რომ ჩავიდეს პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. პანაშვიდები არის 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში. ბევრი რევლი ინდივიდუალურად მიდის, რომ მოახერხოს შესვლა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების მსურველები რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ. სამოქალაქო პანაშვიდზე და დაკრძალვაზე წასვლას ორგანიზებული ხასიათი ექნება. თბილისში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება. მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის საჭეთმყრობლის ილია მეორის პანაშვიდებზე მოქალაქეთა გადაყვანის მიზნით დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. სურველებისათვის 21 და 22 მარტის ჩათვლით ჩვენი რეისების თბილისის მიმართულებით ყველა ეს რეისები შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ, ასევე ჩვენ გავაკეთეთ დამატებითი რეისები ზუგდიდიდან, ფოთიდან და ბათუმიდან. შესაბამისად ეს რეისები ამ პერიოდში შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ. უფასო ტრანსპორტი გავა ზესტაფონიდანაც, უფრო კონკრეტულად 21 მარტს შაბათს დილის 9 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების ზესტაფონიდან თბილისში გამგზავრებას. 21 მარტს ასევე 8 საათიდან საკათედრო ტაძართან მობილიზებული იქნება ტრანსპორტი, რომელიც ქალაქიდან წამსვლელ მოქალაქეებს მოემსახურება. დაკრძალვის დღეს 22 მარტს 7 საათზე ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან მობილიზებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები დაკრძალვაზე წასვლის მსურველთათვის.